ლიტერატურული საღამომშვიდობისა სრულიად საქართველოს. დღეს შაბათია 21 საათი, რაც იმის მოუწებელია, რომ ახლა თქვენს ტელეეკრანებთან ტელეკომპანია ქართული საეთერო ბაზაში თქვენ თვალყურს ადევნებთ ლიტერატურულ შემეცნებით გადაცემას ქუჯის დროა. გადაცემა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში კულტურული და ლიტერატურული ცოცხალი პროცესები გააშუქოს, საინფორმაციო მხარდაჭერა გამოუცხადოს, თქვენ გაგაცნოთ ან რიგ შემთხვევებში შეგაცნოთ ის დახვეწილი გემოვნებიანი რაფინირებული ავტორები, რომელიც ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებაში მადლობას სამყაროს საკმაოდ მრავალფეროვანია და რაც მთავარია, ქუჯის დროა ეს გადაცემა და სახელდება თავის თავში ერთ ძალიან ღირებულ სიმბოლურ და სამყარო მიზანს და მისიას. შეიძლება ვთქვათ, ამოცანასაც ისახავს. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ლიტერატურის სახით და სახელით დავუბრუნდეთ ერთმანეთს და ხარი დაუჭიროთ და მცირე თანამონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. დიახაც, თავის დროზე ფრიდრიხ ნიშცე წერდა და ამბობდა, ხელოვნება არსებობს იმისთვის, რომ რეალობამ ადამიანი არ გაანადგუროსო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტერატურა ყოველთვის არსებობდა და დღემდე ითავსებს იმ ფუნქციას, რომ ის ხელს უწყობს ჩვენი თვითყოფადობის იდენტობისთვის საჭირო ყველა კომპონენტის ღირებულების შემონახვა, გადარჩენა, პოპულარიზაციას. ნამდვილად, ქუჯის დროა, ქუჯი გვაერთიანებს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სიმბოლური თემატიკა და სიმბოლური სტუმრები თქვენს წინაშე მეგახვალათ ამიან ჯანკავა და ახლა მინდა ჩვენი სტუმრები წარგიდგინოთ კონკურს ფესტივალი ქუჯის თანადამფუძნებელი ქალბატონი ნანა კვაშილავა, ამავდროულად ძალიან დახვეწილი საინტერესო და გემოვნებიანი ავტორი პოეტესა, ბატონი ბესო გვაზავა, თანადამფუძნებელი ლიტერატურულ კონკურს ფესტივალისა ქუჯი და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გამორჩეული თავისი სააზროვნო გემოვნებიანი კრიტიკული ანალიზით ლიტერატურისადმი და ყოველთვის არ იქნები, ასე ვთქვათ, ხმამაღალი არ იქნება ეს არის გადაჭარბება, თუ ვიტყვი, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, პოეზიის განხრაში ერთ-ერთი ყოველთვის ახლომყოფი, საინტერესო მუსიკის, რიტმის, ბგერათა წყობის ინჟინერი ჩვენი ბატონი გიორგი ბალახაშვილი. ჩვენი დღევანდელი თემატიკის შესახებ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მთავარ აქცენტად გვექნება ქართულ-ლატვიური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვიყავით მიწვეულები და არ შეიძლება არ ითქვას და არ აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ამბები, რაც მოხდა. ლატვიასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ლატვიურ და ქართულ მწერლებს ეს ცოცხალი პირისპირი შეხვედრები და ურთიერთობები არ ქონია. დაახლოებით 30 წელზე მეტია და ძალიან სასიხარულო სიმბოლურია და ალბათ საერთო მნიშვნელობისაც არის, რომ ეს ურთიერთობები აღდგა. ძაფები კიდევ ერთხელ გაიბა ლიტერატურის სახით და ყველაზე მთავარი იყო ალბათ კიდევ ერთი დეტალი, რომ ჩვენ იქ წავსდექით კრებულით, რომელსაც ქვია დიალოგი. დიალოგი როგორც ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა და ღირებულება ერთაშორის აი ამ აქტიური ურთიერთობებისა. სანამ მე ბესოსთან სიტყვით გადავიდოდე, მე უბრალოდ მორალური ვალდებულება მაქვს მეც თითოეულ ჩვენგანს, რომ მადლობა გადავუხადოთ ტელეკომპანია ქართულს, რომელმაც თავისი საეთერო ბადე დაუთმო ჩვენს ლიტერატურულ პროექტს ქუჯის დროა, რომელიც არ იქნებით გადაჭარბებულები, თუ ვიტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. და გულდასაწყვეტია, რომ ქართულ საეთერო, ასე ვთქვათ, ტელეეკრანებზე მაინც და მაინც არ ვართ განებივრებული, გემოვნებიანი, დახვეწილი, არა მხოლოდ დახვეწილი ზოგადად ლიტერატურაზე საუბრები. ამგვარად მადლობა, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია ქართულს, მადლობა მინდა გადავუხადო თვითონ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯის, იმიტომ რომ არა ეს ფესტივალი ჩვენ ამ ტელეგადაცემამდე ვერ მივიდოდით. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე საქართველოს მწერალთა კავშირს და კონკრეტულად ქალბატონ მაყვალა გონაშვილს, რომელთანაც ესეთი ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად ჩვენ შევძელით და 28 აგვისტო 4 სექტემბრის განმავლობაში ვიმყოფებოდით ლატვიაში. ჩვენ ორივე სიტყვით მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო, ინფორმატიული და ნაყოფიერი შედეგები გავუმართეთ ლატვიის ლიტერატურის მუზეუმში, ასპაზიას სახლ-მუზეუმში, ვენტსპილსის მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო სახლს ვესტუმრეთ, ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკას სტუმრობდით, შეხვედრა ჰქონდა ქართულ სათვისტომოსთან ქალაქ რიგაში და აქვე მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოება სამშობლოს ხელმძღვანელს ბატონ იმედი კოკაიას, რომლის ჩართულობა ძალიან ღირებული და ძალიან წონადია და ერთ-ერთი მთავარი აქტორი და ფაქტორი იყო ბატონ იმედის ჩართულობა და ასევე ძალიან საინტერესო იყო ვიზიტი ლატვიის საზოგადოებრივ ცენტრალურ რადიოში. კეთილი, ეს იყო ის პატარა
პატარა მონახაზი, რომლის საშუალებითაც სურდა, რომ თქვენთვის მომეწოდებინა ინფორმაცია ქართულ ლატვიური საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის შესახებ, რომელშიც ლიტერატურული კონკურს ფესტივალი ქუჯი და საქართველოს მწერალთა კავშირი ღებულობდა ერთობლივ მონაწილეობას. ესო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და თუ შეიძლება აი ამ დიალოგთან მიმართებით ცოტა მეტი რო გვიამბოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რისგან შედგება ეს დიალოგი და ზოგადად დიალოგის როლი ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში. მოგესალმებით, მეც როგორც ქუჯის თანადამფუძნებელი, მადლობას გადავუხდი ტელევიზიას საეთერო დროისათვის. დღეს როგორც არასდროს ალბათ საჭიროა ლიტერატურული კულტურული გადაცემების არსებობა ჩვენს ქვეყანაში და დევიზი, რომელიც ქუჯიმ თავიდანვე აირჩია, ქუჯი გვაერთიანებს, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ცხოვრებაში, რეალობაში დავამკვიდროთ. რაც შეეხება ქუჯის, უშუალოდ ქუჯის, აი ორიოდე სიტყვას ვიტყოდი, უკვე 7 წელია არსებობს და მან თავისი სალიტერატურო ნიშა შექმნა ამ ქვეყანაში და მე ალბათ არ შევცდები თუ თავიდან წავიკითხავ მარტვილელი კაცის, რადგანაც მარტვილში დაფუძნდა ქუჯი, აკაკი გაწერელიას, ეს იყო უდიდესი მეცნიერი, უდიდესი ლიტერატორი, ესთეტიკი, საერთოდ აზრთა წარმმართველი ერთ-ერთი მე-20 საუკუნეში. ის წერს: პოეტური ქმნილება პოტენციურად შეიცავს მხატვრობას, სიტყვიერ ფერადოვნებას, მუსიკას, ორივეგან ძირითადია რითმი და სკულპტურა, ხედვითი პლანის მომენტს. ყოველივე ამასთან ერთად იგი უფრო დინამიკურია, ვიდრე მხატვრობა ან ქანდაკება, ხოლო მუსიკა გამონაკლისების გარდა ბახი, ბეთჰოვენი მხატვრული აზროვნების სფეროში ვერ აღწევს დანტეს და რუსტაველის მონუმენტურობასთან. დიახ, ჩვენ ვართ შოთა რუსტაველის ქვეყანა და ვალდებული ვართ, რომ კულტურას, ხელოვნებას ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ. ესე იგი, ამ წლების განმავლობაში 2019 წლიდან დღემდე პირველი შემთხვევა იყო, რომ ლიტერატურული კონკურს ფესტივალი ქუჯი საქართველოს ფარგლებ გარეთ გავიდა და პირველი ჩვენი ვიზიტი იყო ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ჩვენ დაბანაკებული ვიყავით, როგორც იცით, ქალაქი ურმალაში და საგანგებოდ მწერალთა კავშირის თანადგომითა და ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოვიდა სპეციალურად ამისთვის წიგნი, რომელსაც ჩვენ დავარქვით დიალოგი და ეს არის ორ ერს შორის აღდგენითი ურთიერთობებისთვის აუცილებელი. აქ შესულია დიალოგში რამოდენიმე ქართველი ავტორის ლექსები, რომელიც თარგმნილია ინგლისურ ენაზე. მათ შორის არის ჩვენი გამორჩეული პოეტი რაულ ჩილაჩავა და არა მარტო პოეტი, არ შეიძლება ერთ პრიზმაში განვიცხილოთ ბატონი რაული, არის ქუჯის დამფუძნებელი ილია ერქვანია, ასევე შესულია მაყვალა გონაშვილის როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი ლექსები, ასევე ნანა ვაშილავა, ამირან ჯანჭღავა და გიორგი ბალახაშვილი. ლიტერატურა სწორედ ის ხიდია, ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ პოლუსებს კი არ აერთიანებს, არამედ შეუძლია, რომ მსოფლიო აამეტყველოს ერთ ენაზე და მე აქ შესავალში წერ თომას ელიოტის სიტყვებს, რომ პოეზია ძახილები დაგრეხილი თოკია და ხსოვნის ჭითან 1000 მოგონება ამოაქვს მეთქი და სწორედ ასეა და სწორედ რომ ამას ემსახურება ლიტერატურული კონკურს ფესტივალი ქუჯი, რომელიც არავისთან და არც ერთ ორგანიზაციასთან ვარს არ ამბობს იმისათვის, რომ საქართველოსთვის გააკეთოს სამომავლო საქმე, რომელიც ალბათ ქართულ მენტალიტეტში და ქართულ სულიერებაში თანთანობით აისახება. ძალიან დიდი მადლობა, ეს ამომწურავი შინაარსიანი მხატვრული რაც დავარეთ და ძალიან ისეთი ანალიტიკური შეფასებებიც ფაქტობრივად ჩემი თქვენდამი შეფასება ამით კიდევ ერთხელ ალიბად შემიძლია გამოვიყენო. არ შემიძლია პატარა რეპლიკასავით არ გამოვიხმაო, რომ აკაკი გაწერელიას შეფასებას ლიტერატურის, მუსიკისა და სკულპტურის სინერგიის სინთეზის შესახებ და ნამდვილად ეს არის ქვაკუთხედი, რაზეც უნდა დაშენდეს ჯანსაღი პროგრესული საზოგადოების ცნობიერება, ქართული ეროვნული ცნობიერება და ამავდროულად
შეიხეთ რუსთაველს და ვეფხისტყაოსანს და მე ყოველთვის მახსენდება და თავი მომწონს ხოლმე შალვა ნუცუბიძეს აქვს ქართული რენესანსის შესახებ თეორია, სადაც ზედმიწევნით არგუმენტირებულად ამტკიცებს რატომ დაიწყო რუსთაველით აღორძინების ეპოქა და ხანა. ეს ცოტა ესეთი ვრცელი თემა. ახლა რომ დაუბრუნდეთ თავად ლატვიის ამბებს, არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი სტუმრობა ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ქალაქ რიგაში მდებარეობს და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ერთი რომ არქიტექტურულად ძალიან გამორჩეული შენობა-ნაგებობაა და კონცეპტუალურად შინაარსობრივად ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტორმა. სხივის კოშკი, ასე ქვია ხალხურად, სინათლის კოშკი, მოგესმენლობა, სინათლის კოშკი, რომელიც შეგონებულია ლატვიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი, ცოცხალი, ფუნდამენტური ავტორის რაინისის იდეით და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ამბავი იყო, რომ ჩვენ როდესაც ვესტუმრეთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, იქ იყო ძალიან ისეთი კედელი გამოყოფილი, შემინული, რომელშიც 800,000 წიგნია მოთავსებული და როგორც გვითხრეს, ამ წიგნების ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისატანად თითქმის მთელი ქალაქი იყო ჩართული და ფაქტობრივად რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რიგაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეს უკვე რეალიზდა, ეს უკვე გაცოცხლდა, მატერიალიზება მოხდა, რომ წიგნმა, ლიტერატურამ ადამიანები ერთმანეთთან დააბრუნა, გააერთიანა და ნამდვილად ვეთანხმები გესოს, რომ ზუსტად ლიტერატურა უნდა გახდეს ის მთავარი ხიდი, რომელიც ადამიანთა შორის სახელმწიფოთა შორის და უფრო კოსმოპოლიტურად ვთქვა, მთლიანი მსოფლიო პლანეტის გაერთიანება უნდა შეძლოს. რადგანაც ვახსენეთ ეროვნული ბიბლიოთეკა, იქ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს წერილთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, მის რეგალიებსა და პირველ ღირებულებებზე და რისებებზე ბევრს აღარ ვიტყვი, ეს ყველასთვის კარგად გაცნობია, მადლობას გადავხდი კიდევ ერთხელ ქალბატონ მაყვალას და ახლა ტელეეთერში თქვენ იხილავთ მაყვალა გონაშვილის ჩანაწერს ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, რიგადან, სადაც ისაუბრებს თავად ლიტერატურულ საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობის ჩართულობის შესახებ და თავის ემოციებსა და შეხედულებებს ვიზიარებს. არაერთ ფესტივალზე ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლატვიური ლიტერატურის დღეები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რაც მე მინახავს. უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ ჯერ ერთი მონატრებული შეხვედრებია, სამწუხაროდ ძალიან დიდხანს ლატვიური და ქართული ლიტერატურის ქსები თითქოს გაიყო და დაშორდა, რომ არა ჩვენი გენიალური რაულ ჩილაჩავა და მისი თარგმანები ალბათ საერთოდ გზაც კი იქნებოდა რაღაც ერთი ისეთი განცდა, რომ თითქოს ჩაიკეტა ამ ორ უმშვენიერეს ქვეყანას შორის და აი ჩვენ ჩამოვედით ახლა ამ ლიტერატურულ დღეებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის საოცარი გულღირობა ლატვიელი ხალხის, საოცარი სურვილი, რომ ჩვენი ლიტერატურული გზები ისევ გადაიკვეთოს და ვფიქრობთ, რომ დაიწყო უკვე ეს დღეები და გაგრძელდება საქართველოში, როცა ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო დღეები, როგორიც არის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი 7 მაისს საქართველოში, რომლის ფუძემდებლებიც გალაქტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე იყო და ასევე ქუჩის ბრწყინვალე დღეები, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და უკვე ამ დღეებზე ჩვენ ცარიელი ხელით აღარ შევხვდებით ერთმანეთს. ეს იქნება ქართულ-ლატვიური თანამედროვე პოეზიის ანთოლოგია, რომელზე მუშაობასაც უკვე დავიწყებთ. შემიყვარდა ლატვიელი ხალხი და ბედნიერი ვარ, რომ ამ მშვენიერ ლიტერატურულ ფესტივალში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ დავბრუნდით კიდევ ერთხელ, ვაგრძელებთ, დავბრუნდებით რა თქმა უნდა ერთმანეთთან, დავბრუნდებით ლიტერატურით და დავბრუნდებით აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ეს გარდაუვალი პროცესია და ძალიან გაგვიხარდება, თუ ამ პროცესების თანმიმდევრი და ხელშემწყობი გახდება ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯი და ამის იმედი და მიზანი და სურვილიც გვაქვს. ერთ-ერთი ამოცანა ეს არის. ამდენად ჩვენი ლატვიაში სტუმრობა, გარდა იმისა, რომ ლიტერატურული პროფესიული საქმიანი თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი და ატვირთული და ვფიქრობ, არ იქნება სუბიექტური შედეგიანიც გამოდგა, იმიტომ რომ მინდა რომ ტელემაყურებელს უთხრა, შემდეგ წელს უკვე ლატვიის მწერალთა კავშირი და საზოგადოება ესტუმრება ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯის და საკმაოდ ნოყიერი ძალიან შემეცნებითი და საინტერესო პროგრამის მზადების პროცესია თვითონ კონკურს ფესტივალი ქუჯი. ამის შესახებ მე თქვენს ისაუბრებ, მაგრამ მე მინდა ერთი მნიშვნელოვანი შეხედვის შესახებ გიამბობ, როდესაც ჩვენ იქ ადგილობრივ ქართულ სათვისტომოს შევხვდით, წერა ვახსენეთ საზოგადოებას სამშობლო ბატონი იმედი კოკაიელი, კიდევ ერთხელ მადლობა მას და თვითონ საზოგადოებას სამშობლოსთან, ადგილობრივ სათვისტომოსთან, ადგილობრივ ქართველებთან შეხვედრა ლიტერატურის სახელით. ქალბატონი ნანა,
რამდენად მნიშვნელოვანია და ზოგადად აი საზოგადოება სამშობლოსთან და ქართულ დიასპორასთან შეხვედრის შესაძლებლობა ვინაობთ ჩვენს ტელემაყურებელს. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მადლობით დავიწყებ და მადლობა ყველას, ვინც ქუჯის ხარში უდგას. ეს არ არის ასე ვთქვათ, პროექტია, რომელიც ერთი პროექტი არ არის, ანუ რამდენიმე პროექტის ერთობლიობაა წლის განმავლობაში, ქუჯი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს და ეს როგორც ბატონო გესმის ჩვენი პირველი გასვლა იყო, ანუ უკვე საერთაშორისო სტატუსიც მიენიჭა ამით ჩვენს კონკურს ფესტივალს, რაც ვთვლი, რომ ძალიან საჭირო და აუცილებელია. ასევე ვიტყვი იმასაც, რომ ქართველებთან შეხვედრა ჩვენთვის იყო ძალიან დიდი სიხარული, მათთვის წარმოიდგინეთ, როგორი სიხარულია. ღონისძიება ჩატარდა სათვისტომოს ბატონი ვიტყვი, რომ სამშობლოთან ახსენეთ, ასე ვთქვია ხალხ სათვისტომოს და ამას ხელმძღვანელობს ბატონი იმედი კოკაია, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი რამე ითქმის, მაგრამ პირველი დაუმთავრეს, რომ ეს არის ქართველი ადამიანი, რომელმაც თავისი ქართველობა ბოლომდე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს ლატვიაში და უდგას სათავეში აი ამ დიდ საქმეს, აერთიანებს ქართველებს და მისი თავოსნობით მოხდა და ასევე ლატვიის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობით მოხდა ორგანიზება აი ამ ჩვენი პროექტისა. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, რომელიც გაიმართა სათვისტომოსთან შეხვედრა, ქართველებიც იყვნენ, იყო ძალიან წარმომადგენლობითი, ესე იგი, საზოგადოება ლატვიის მხრიდან ცნობილი პოეტები და მათთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო. ამ შეხვედრაზე წაკითხული იქნა ჩვენი ლექსები, რომელიც ითარგმნა ლატვიურად. და მადლობა მათ ამისთვის, რომ მონიდომეს და ლატვიურ ენაზე გაჟღერდა ჩვენი შემოქმედება. ჩვენ ასევე შევპირდით მათ, რომ მომავალი წლისთვის უკვე მათი ლატვიური პოეტური ნაწარმოებები გვექნება გადმოქართულებული და ამით ხელი შეეწყობა კიდევ ერთხელ იმ ურთიერთობებს, იმ ლიტერატურულ ურთიერთობებს, რაც აუცილებელია. ძალიან ემოციური მხარიც მინდა აღვნიშნო, ისეთი თბილი ხალხია, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და იმდენად დიდი სიტყვა და სიყვარული გამოხატეს ჩვენს მიმართ, რომ ცოტა დაგვაბნეს კიდევაც სტუმართმოყვარეობაც არაჩვეულებრივი და ისეთი ადამიანური ურთიერთობები შედგა, რაც ვთვლი, რომ ასევე უდიდესი შენაძენია. რომ ერთმანეთი დღემდე არ გაგვიწყვეტია კავშირი და გვაქვს აქტიური მიწერ-მოწერა და ერთმანეთს გულშემატკივრობთ, თუნდაც ლიტერატურულ სფეროში. მე ასევე იქ გამოვედი სიტყვით და აღვნიშნე, რომ ჩვენ წინ გვიძღოდა როგორც შუქურა მანათობელი, ესე ბატონი რაულის წიგნი წერა მიანა. ეს წიგნი პირადად ჩვენთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია, მოგეხსენებათ ბატონი რაულის შემოქმედება უამრავ უფრო მოცულობი წიგნებსაც შეიცავს და თითქმის უკვე მუზეუმი აქვს მოწყობილი თავის სახლში აბას თუმანში, სადაც ძალიან საინტერესო წიგნებს წააწყდებით და ეს ლატვიაზე დაწერილი წიგნი იმდენად საინტერესოა, რომ ვურჩევ კითხვას გაეცნოს ამ წიგნს წერა მარიანა ნიშნავს ღვთისმშობლის ქვეყანას და ჩვენს ღვთისმშობლის ციხეში ქვეყანა ვართ და ამითაც რაღაცნაირად ერთგვარი სიახლოვე გვაქვს ამ ხალხთან. წიგნში შესულია ძალიან საინტერესო ისტორია თვითონ ლატვიის შესახებ. ბატონი რაული მოგეხსენებათ, იქ უკრაინის ელჩი იყო და მსახურობდა დიპლომატის რანგში და ასევე როგორც პოეტი ძალიან საინტერესოდ გადმოსცემს თავის ემოციებს და წერს იქ დაწერილი ლექსებია წიგნში შესული და ასევე საუკეთესო თარგმანები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ფაქტიურად პრობლემად გავიცანით ლატვიელი მწერლები, როგორც კლასიკოსები, ასევე თანამედროვე მწერლები და ისინი ძალიან საინტერესო პოეზია არის ამ წიგნში შესული, ძალიან ხარისხზე ალბათ არის საჭირო საუბარი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბატონი რაულის გემოვნება და ვთვლი, რომ ეს წიგნი ძალიან საჭირო წიგნია ამ ურთიერთობებისთვის. ჩვენ სადაც კი მივედით, თქვენ ჩამონათვალში ახსენეთ იგივე ეროვნული ბიბლიოთეკა თუ ვინცბილსის მუზეუმი, ყველგან იყო ქართული კუთხე, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის და ბატონი რაულის წიგნები ყველგან ძალიან თვალსაჩინო ადგილას იყო და ეს ჩვენთვის კიდევ ერთხელ სიამაყის მიზეზი იყო.
ძალიან ბედნიერი ვარ, მოხდა ეს შეხვედრა, გავიცანი ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები, მეგობრები კიდევ სხვა შეხვედრების სხვა ღონისძიებებზე გაგოდეს სურპრიზი მოგვიწყვეს და მოკლედ ძალიან საინტერესო ხალხია ლატვიელები ამ შუამიძე და ალბათ ეს რაღაც გაახსენდა ბატონავზე იმას დავამატებ, რომ თვითონ ლატვიელები აღნიშნავენ და უწოდებენ მას მოსიარულე ძეგლს. და მე ბედნიერი ვარ ჩვენი ორგანიზაცია, რომ ქუჯი 2023-ის ფარგლებში გიორგი ჭოინდელის პრემიით დავაჯილდოვეთ ბატონი რაულ ჩილაჩავა და მას შემდეგ ზედიზედ 2 წელი ის ლიტერატურული კონკურს ფესტივალი ქუჯის ჟიურის თავმჯდომარე იყო. და ასევე ბატონი რაული არის რამოდენიმე აკადემიის, დიდი აკადემიის აკადემიკოსი და რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მე ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი ადამიანი მყავდეს სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ხიდის გადება, რაზეც საუბარია, არ გაჭირდება არანაირად. მადლობა და მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო ემოციური გადასვლები იყო, ძალიან კარგი შეხსენება იმისა, რომ ჩემთვისაც ემოციურად იყო, როდესაც ეროვნულ მუზეუმში ჩვენ ქართული კუთხე დაგვდა და დაგვდა ჩვენი, ასე ვთქვათ, საერო კონსტიტუცია, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტი ვეფხისტყაოსანი. აი როდესაც ყოველ ჯერზე, როდესაც რუსთაველს და ვეფხისტყაოსანს ვახსენებ, რაღაც სხვა ემოციური აფორიაქება, აღევება ხდება ხოლმე ჩემში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები წარმოვიწყეთ, ასე რომ შეიძლება ასე ვთქვათ, წერალთა შორის ურთიერთობების აღსადგენად და მე ვთქვა და არ დავზარდები ამის არაერთი გზის გამეორებას, რომ დიახ, წერლობამ, ხელოვნებამ, კულტურამ უნდა დაგვაბრუნოს ერთმანეთთან, დაგვაბრუნოს ჯანსაღად, დაგვაბრუნოს სიყვარულით. სულ მახსენდება ვირგილიის ის საოცარი ხატოვანი ფრაზა omnia vincit amor, დიახ, სიყვარული ამარცხებს ყველაფერს. ამდენად სიყვარულზე როცა საუბრო პოეზიაზე და პოეზიაზე, როცა გიორგი ბალახაშვილია ჩვენს ეთერში, არ შეიძლება მას არ გითხოთ, სანამ უშუალოდ პოეტურ ხაზზე და ფრაგმენტებზე გადავიდოდეთ, ძალიან საინტერესოა გიორგი თქვენი ხედვა, შეფასება ამ ლატვიურ ვოიაჟთან მიმართებით და ამავდროულად თქვენ რომელი დასამახსოვრებელი ეპიზოდები გაქვთ, რომელიც შეიძლება ჩვენს ტელეკომპანია ქართულის და ქუჯის დროას ტელემაყურებელს გაუზიაროთ. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, მეც მოგესალმებით, მიხარია რომ ის ერთ-ერთი მონაწილე მეც გახდით, როდესაც ის ურთიერთობა, რასაც ყოველდღიურად საჭიროებთ და მეტადრე, რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი იქნება განმტკიცებული ხელოვნებით, ლიტერატურით, უფრო ახლოს იქნება თითოეული ჩვენთაგანის სულიერ შინაგან სამყაროსთან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გასახსენებელი იმ დღეებიდან, მაგრამ ვეცდები რაღაცნაირად ცოტათი ისტორიული ექსკურსით გაგაცნოთ ეს ყველაფერი. მაგალითად ვახსენოთ, რომ ვიყავით პირდაპირ ჩვენი საცხოვრებელი ადგილის მოპირდაპირედ იურმალაში იყო ასპაზიას სახლ-მუზეუმი. ასპაზია, როგორც აღნიშნეთ თქვენ ბატონო ამირან, იყო ერთ-ერთი პირველი ქალბატონთაგანი, ვისაც პოეზიის და ლიტერატურის კუთხით ესე ლატვიის სახელი შეეძლო გაეტანა ლატვიის გარეთ და მის მეუღლე რაინისთან ერთად, რომელიც ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელი და ფაქტობრივად ხერხემალი ლატვიური პოეზიისა 1905 წელს, როდესაც რუსეთში დაიწყო რევოლუცია და ძალიან ბევრი დემონსტრანტი გარდაიცვალა, ამ ყველაფერს რიგაშიც გამოეხმაურნენ და ერთ-ერთი პირველები სწორედ ასპაზია და რაინისი იყვნენ, ვინც ამ ყველაფერს დაუპირისპირდა ლიტერატურით და იმთავითვე ლატვიელი ხალხის რაღაცა ამოსავალი და საყვარელი პერსონაჟები გახდნენ. ჰქონდა წილად ბედნიერება, რომ ყოფილიყავით მის სახლ-მუზეუმში, ასევე ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი გახდათ არნო იუნზე, ბატონი არნო იუნზე, რომელიც არის ლატვიის მწერალთა საზოგადოების თავმჯდომარე, ლატვიის მწერალთა სახლის თავმჯდომარე და რამდენიმე თანაავტორთან ერთად ბატონი რაულის წიგნსაც ვკითხულობდით, მეც ხვდა წილად ბედნიერება, რომ ისი თარგმანები წამეკითხა. თითეული წუთი, თითეული მომენტი, რაც გავატარეთ, მათ შორის ოფიციალური თუ არაოფიციალური ნაწილი ერთმნიშვნელოვნად იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს ყველაფერი სისტემატიური ხასიათის გამხდარიყო სამომავლოდ. ასევე არ შემიძლია არ გავიხსენოთ ის ფაქტი, როდესაც ვსტუმრობდით რიგაში ლატვიის რადიოს და ჰქონდა წილად ბედნიერება ისეთი სურპრიზი დაგვახვედრეს, რომ
ლატვიური და არა მარტო ლატვიური მუსიკის ცოცხალ ლეგენდას ბატონ რაიმონ პაულს აი ესე პირდაპირ ერთ-ერთზე შებეჭეხეთ თუ შეიძლება ითქვას. კარგი ხარ მუდროებდი და უბრალოდ ადამიანს რომელიც თავის რაღაცა მუსიკებს უკრავდა, მაგრამ მე გზადაგზა გავაცნობიერებ, რომ ჩვენს თვალწინ იყო რაიმონ პაულსი, რომელსაც გაისად 90 წელი შეუსრულდება და რა თქმა უნდა ცრემლის გარეშე ვერ გაიხსენა საქართველოში ყოფნის პერიოდები გია ყანჩელთან შეხვედრა სხვადასხვა კომპოზიტორებთან, მუსიკოსებთან და ჩვენ სიამაყით ვისებოდით, როდესაც ის ადამიანი ჩვენს წინაშე იდგა და პატარა ბავშვი ცრემლები მოსდიოდა, როდესაც საქართველოზე საუბრობდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის საამაყო, პლუს ამას დიდი პასუხისმგებლობის შემცველი, როდესაც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ შენც და ვიმედოვნებ, რომ ეს პატარა ნაბიჯები, როგორც ეგზუპერთან არის პატარა ნაბიჯების სulis ხელოვნება, სამომავლოდ ძალიან დიდი ბიძგების საფუძველი გახდება. ძალიან ისეთი გიორგის სასაუბრო სამეფო მანერა ყოველთვის ჩემს ბგერათა ჟღერადობაში რაღაც ისეთ ასოციაციას იწვევს, რომ პოეზია უკან საუბრობს და უკვე ფაქტობრივად ერთი ჩვეულებრივი ტრივიალური ამბავით მისი ბგერათა გამოხდომით შეიძლება გახდეს რაღაც მომნუცხველი ამბავი. ეს არის ლიტერატურის და კულტურის საოცარი მისტიკური და ფენომენალური ამბავი. ამიტომაც უყვართ გიორგი საქართველოში და ამიტომაც შეიყვარა ლატვია. ლატვიამ შეიყვარა, მე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არაერთ გზის და მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი ნიჭიერების ავტორია გიორგი და მუსიკალური მონაცემებიც აღმოვაჩინეთ ჩვენ ლატვიის რიგას ქუჩებში სეირნობისას და ეპიზოდია რომელსაც ეს ოფიციალურ კუთხით ვერ მოყვებით, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესოა და აი ეს უშუალობა, ეს უბრალოება, ეს ყველაფერი უხდება ასეთ ურთიერთობებს და ადამიანურია რა, ძალიან ლამაზია. ძალიან ესეთი ცოცხალი, სპონტანური, ლიტერატურული რესპავარია და ფაქტობრივად ჩვენ დროებით წამოვიდით ლატვიიდან, რიგიდან, თუმცა ავტოვეთ არ მინდა ხმამაღლა გამომივიდეს, მაგრამ ალბათ პატარა ემოციური კადრები და ამას ის ამყარებს, რომ ხალბატონმა ნამწერან არ ნიშნა, რომ ჩვენ წერას ვაგრძელებთ. ისინი პერიოდულად წერენ ძალიან ისეთი თბილი ემოციებით და ზუსტად ეს მიზანი აქვს, ეს ამოცანა და მისია ქუჯის დროა ნიშნავს, რომ ქუჯი გვაერთიანებს და გაერთიანების. ერთიანობა ეს ხომ ყველაზე ისეთი ფუნდამენტური ღირებულება ჩვენს გერბზეც არის გადაღებული, ხო ძალიან ერთობაშია. და რაც თავარია დაიდო შედეგიც, უკვე არსებული და მომავალში რაც უნდა გახორციელდეს მწერალთა კავშირის ლატვიის მწერალთა კავშირის აქვს ესეთი პროექტი, რომ ახალგაზრდა, ვინც მოისურვებს ლატვიაში საქმიანობას, თქვათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბილით უზრუნველყოფენ, კვებით უზრუნველყოფენ და ეს გაცვლითი პროგრამები სულ მალე დაიწყება და უკვე რამდენიმე ადამიანმა საყოფნა გამოთქვა იმისა, რომ წავიდეს ლატვიაში, ლატვიურ ლიტერატურასაც დაეხმაროს და ასევე ქართულსაც. და ეს არის ერთ-ერთი და საგულისხმო იყო ისიც ჩვენ იქ ყოფნის პერიოდი ჩვენ ვიყოფებოდით მწერალთა სახლში ცხოვრობთ, ხო თანაცხოვრება ქონდა ყოველდღიურად. აი ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი სასიამოვნო პროცესი იყო და ვესუმრად შენიშნა, მეც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ორი ასეთი ქალაქია, ორი ასეთი მწერალთა სახლია, ერთი არის იურმალაში, მეორე ვენსპილში, იქ უფრო ფართო, ასე ვთქვათ, კონცეფცია მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო სახლია, სადაც ერთი თვით გარკვეული ვადით ჩადიან ახალგაზრდები, მწერლები, რომლებიც თარგმნიან ადგილობრივ ლიტერატურას და ასევე უზიარებენ საკუთარ შემოქმედებას. ყველაფერი ამის შესახებ ჩვენაც ახლა ვისაუბრეთ. კიდევ ერთი საინტერესო, ალბათ სასიამოვნოც და ესეთი კარგი ვიდეო რგოლი გვაქვს ჩვენ მომზადებული და ახლა ჩვენს ტელემაყურებელს წარუდგინოთ კიდევ ერთხელ, რათა ისინი უფრო ახლოდან ეზიარონ იმ ემოციებს, რომელიც ამ ვიდეო რგოლზე, ვიდეო ფილმზეა ასახული. ყოველ გაზაფხულს სასწაულები არ ხდება განა.
Veseli ir uguns, dzirksta da šauja pret dziņa. იწვის ანთია ალებს აფრქვევს თუ გაქვს შენ მეტი მგზნებარი თუ სტოტებს მაჭრი არა მტირდები კვლავ ძველებურად გავიკვირდები არ კვდება ხის ენერგია ხვდებით რომ მოჩას ჩემი ენერგია ტელეკომპანია ქართულის ტელეეკრანებზე ტელეეთერში ქუჯის დრო გრძელდება და იმეც ვიტყოებ რომ თქვენს მოინუსხებით, დაინტერესდებით და სხვა კურსს მიგვადევნებთ ყოველ შაბათს საღამოს 21 საათიდან. რაც შეეხება იმ კადრებს, რომელიც ახლა თქვენ მიიხილეთ, იქ იყო კიდევ ერთი ასეთი გასაოცარი დღე, ქალბატონი ნანა დამეთანხმება, მიართვი ვარდი ასპაზზე. ესეთი საოცარი და საინტერესო ტრადიცია და ორივე სიტყვით რომ ვიამბოთ, სანამ უკვე პოეტურ სტრიხებს შემოვიტანდეთ ჩვენს გადაცემაში. სიამოვნებით. მიართვი ვარდები ასპაზიას ეს ლატვის მწერალთა კავშირის პროექტია. ეზოში იკრიბებიან პოეტები, თანამედროვე პოეტები, ისინი კითხულობენ თავიანთ ლექსებს. ჩვენც ვიყავით ჩართული ამ შეხვედრაში, ჩვენც წავიკითხეთ ჩვენი ლექსები და ამის შემდეგ უკვე ერთობლივად ეს ვარდები იქვე არის როგორც მუზეუმი, ასევე უკვე რამდენიმე ნაბიჯი არის თვითონ ასპაზიას ძეგლი და გავიტანეთ ეს ვარდები მივართვით ასპაზიას. როგორც გიორგიმაც აღნიშნა, ესე პოეტი ასპაზია არის მათთვის რა ვიცი, როგორც ჩვენთვის ანა კალანდაძე. და მისი პოეზია, მისი იმდენად უყვართ პიროვნებაც და პოეზიაც, რომ ყველგან წააწყდებით, ასე ვთქვათ, აი ამ მის ყვავს, ვთქვათ, ანუ მის შესახებ ყველგან არის ინფორმაცია და ჩვენც რაღაცნაირად აი ამით გადმოგვეწევ ემოცია, ეს სიყვარული მის საფმუზეუმს, რომელიც იქვე იყო, რამდენიმეჯერ ვესტუმრეთ, იქ ლექსებიც ვიკითხეთ, ეზოში ვიხალისებ კიდევაც ფოტოებს შეჩანს და რაღაცა შთაგონებაც მოვიდა ამ ემოციიდან გამომდინარე, ერთ ლექსს წავიკითხავ, რომელიც ასპაზიას ეხმება. ზოგადად რიგაში კარგად მეწერებოდა, კარგად დავისვენებ, შვიდად ვიყავი, ეს გარემო არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარეობა არაჩვეულებრივი, საგანძურებით ყოფი და მეტი რა უნდა პოეზია. სტუდენტი იტყოდა, პოეზია მიწის უეცარი სიხარული და ორივე ასეთი სიხარული გეძვია თქვენ რიგაში ყოფილისას. ნამდვილად. 100 ასლამაზი, 100 კაბასულისთვის და 100-ვე ასპაზია კივილის და წუხილის. შენი სერგო მოგავს მოგებუნ დინარეს შენთან ერთად დარდმა მომკლა შენი დარდით ვიდარდე ცრემლი უფრო მეტი ადიდებო ვენტაზე და ამიტომ შემოვიცვი პოეზია მეც გამიწევ ნამდვილად ძალიან ესეთი საინტერესო სურათი ხატები იყო როგორ ხდება პოეზია ჩვენი სხეულებრივი
მდგომარეობა და როგორ ხვდებით ჩვენ თვითონ პოეზია. ეს რაღაც სინთეზი და სინერგია, რომელიც ჭირდება ინდივიდს, როგორც პიროვნული ზოგადი სულიერი ფსიქოემოციული ზრდისა და ჩამოყალიბებისთვის. პოეზია ვახსენეთ, სიხარული ვახსენეთ, ტერენტი და გიო, აუცილებლად უნდა გაგვიზიარო პოეზია, რომელიც მართლა შენეული ხელწერა, შენი ბგერა, შენი არქიტექტონიკა, შენია და სხვაგვარია. კი ბატონო. ეს სამყარო ძვირფასო შენი ბზერით აღვიქვი, შენი სუნთქვით შევავსე უფილტობა ვანდები. მეტი რაღა დავწერვან რა გითხრა არ ვიცი, მერე დაგვიანდება, მე რაც ამ სურს ყოველი, ალბათ მე შენს მანებას წილში ვერ მოვიცილებ. ზეცა ისე განრისხდა გონებარის მთოველი, ჩვენ შეგვიპყრობ სიცილე და თავს მივცემ სუიციდს იქნებ რამე დაწერონ სიგიჟეზე ახალი, ღამე როგორც შორენა უტასათვის სულიცდის კარაფია მაღალი და გაფრენა მწყურია, ზოგი საათს კითხულობს ანუ არის რომელი, ახლა ამ თეთრ ქაღალდზე სისხლის წიწამურია ვდარდობ მერა მომელის მკვდარს თუ იმა მიგლოვებს ამ და სიბერიდან ღმერთი როდის წამიყვანს, ტყუპის ცალად შემზრდია პარმასელთა იგნორი პოეტთაგან გარიყო ანუ თავის მიგნება არის სრულოვაცია და ყალბი ინტრიგები, ვიცი ჩემი ლექსები ერთ დროს გაიწიგნება, მე კი აღარ ვიქნები. ეს სამყარო ძვირფასო შენი მზერით აღვიქვი, შენი სუნთქვით შევავსე სრულოვაციები, მეტი რაღა დავწერვან რა გითხრა არ ვიცი, მალე მოვალ ციებით. მე ძალიან მენიშნა რამდენიმე ამბავი და იქ საათის რომელზე, როდესაც ხშირად ლიტერატურაში დროის მინიშნებაზეა, ალბათ უახლოესწრებით შეიძლება ჩვენ ისეც გამოგვივიდეს, რომ შაბათი და 21 საათი პირდაპირ თქვა, რომ ქუჯიზროა, ანუ რომელი საათია და ქუჯიზროა. და როცა ეტყვიან ქუჯიზროა, იგულისხმება თავისთავად ქუჯი გვაერთიანებს და იქ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯი 2025-ის ფინალურ დაჯილდოების ცერემონიალზე მომეცა საშუალება იქ ყოფობის და იქ თქვი კიდეც, რომ იქნებდა დავნერგოთ ეს ტერმინი და გავქუჯიანდეთ და გავხდეთ ერთიანები. ესო, სამომავლო გეგმების შესახებ რო გვიამბო, რა ხედვებია, რა მონახაზია და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვთქვათ თვითონ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯი და თვითონ ურთიერთობები ლიტერატურის სახით და სახელით. საინტერესო რაღაც თქვით, ამირან ქუჯიანდელ კეთო, აი რომ ქუჯმა მოიცვას მთელი საქართველო, ამისთვის რა არის, იცით, მე ვფიქრობთ, რომ სორიგეზია ქუჯს აღებული. აი გაპიარებული მწერლების ხელოვანების მიღმა კიდევ ეძებს ადამიანებს, პიროვნებებს, რომლებიც გამოირჩევიან ღირსებით და მათ უკან დგას უხმაურო ოჯახები. იცი, თვითონ ეს პიროვნებები, რომლებიც ჩრდილში არიან, მაგრამ ძალიან დიდები არიან. დღესაც კი 21 საუკუნეში საქართველოს ყავს დიდი ადამიანები, იცი, აი სიამოვნებით მევსება და სიამოვნებას ვეძლევი, როდესაც დავაჯილდოვეთ და ვიცი, რომ დაჯილდოებულია ლერი ალიმონაკი, რომელმაც მთელი ცხოვრება თქვენი თქმისა არ იყოს ტერენტი გრანელს მიუძღვა, თქვენ ახსენეთ ტერენტი გრანელი, ბელა შალვაშვილი, რომელმაც 35 წელი თარგმნა 104,000 სტროფი ფირდოუსი შაჰნამესი, ასევე სოსო სიგუა, იგივე რაულ ჩილაჩავა, ზა ლებანოიძე, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობს, ყველასაგან მივიწყებულია. ანუ ჩვენ არ კონცენტრირდებით უკვე აღიარებულ, უკვე პოპულარულ მწერლებზე, ჩვენ ვეძებთ როგორც ახალგაზრდებს, ასევე ვაფასებთ ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც ქართულ კულტურაში განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩატარილი და არ ვიქნები ალბათ ამ შემთხვევაში ამაყი, თუმცა სიამაყის საფუძველი ალბათ გვაქვს. რაც შეეხება მომავალ საკითხებს, ჩვენს ვალიდელ დღეს ბატონი ილია ერქვანია ახლა მარტვილში იმყოფება, ჩვენ გადმოგვექცა შარშან აკადემია მუზეუმისთვის ოთახი მარტვილის ცენტრში. ეს სიმბოლურია იმ გაგებით, რომ მარტვილში დაარსდა ეს კონკურსი და იქ ბატონი ილია სარემონტო სამუშაოებს ასრულებს, უშუალოდ ჩვენი ქუჯიელების
რას გულისხმობ ქუჯელებში დამფუძნებლებისა და ემიგრანტების ჩართულობით რემონტდება ეს ოთახი. ყავს აკადემიის მოსწავლეები, რომლებსაც ტრენინგები უტარდებათ, მასტერკლასები უტარდებათ და ისინი ლიტერატურაში, ხელოვნებაში ხელოვანდებიან, ასე რომ ვთქვათ და ეს პროცესები გაგრძელდება. ახალი შესარჩევი ეტაპი დაიწყება ახლა ქუჯი 2025-ის მოსწავლეთა კონკურსის ახალი სამყაროსი, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს თუ არა სამეგრელოს რეგიონს მოიცავს და სადღაც ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისისთვის გამოვლინდება გამარჯვებული და დამეთანხმებით ალბათ რომ ეს თითეული ახალგაზრდისთვის, მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასელისთვის სტიმულია რომ მან არა მარტო ლიტერატურაში შექმნას ღირებული ნაწარმოებები, არამედ როგორც ჰუმანურ ადამიანად ჩამოყალიბდეს და მერწმუნეთ რომ ჰუმანურობა უფრო მეტია და უფრო დიდია, ვიდრე ერთი ლექსის ან ერთი ნაწარმოების დაწერა. ქუჯი ფაქტობრივად ოლიმპიურ პრინციპს ასიზიარებს და მონაწილეობა ქუჯის კონკურსანტთა ნუსხაში აღმოჩენა და იქ ყოფნა უკვე გამარჯვებაა. იქ ძალიან ზედმიწევი პირობითია რიგითობები, იქ ყველა გამარჯვებულია, იმიტომ არის იქ იმ თავარი იდეის მხარდახარ და ყოველდღიურად, რასაც ქუჯის ცნობიერი ერთიანობა ქვია. ნელ-ნელა მგონი ჩვენი პირველი დებიუტი, ჩვენი სიმბოლური თემატიკითა და ამბებით და სიმბოლური სტუმრებით ჩვენი გადაცემა თავის ბუნებრივ და ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. მე ტელემაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ტელეკომპანია ქართული ყოველ შაბათს 21 საათსა და 0 minutზე თქვენ დაგელოდებათ. თქვენც დაგველოდეთ, ვისაუბროთ ლიტერატურაზე, ქუჯის დროა, ქუჯი გვაერთიანებს და ბოლოს მაჟორულ ნოტაზე რადგანაც გმინდა და გსურს რომ დასრულდეს ჩვენი გადაცემა, გეტყვით რომ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯის აქვს თავისი სახასიათო, თავისი საავტორო ჰიმნი და ჩვენი გადაცემაც ქუჯის ჰიმნის კვალდაკვალ მინდა დასრულებულად გამოაცხადო და კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი იდეა ფიქსი, მთავარი ამბავი, რაც ქუჯის დროა სჭირდება, კიდევ ერთხელ გავაჟღერო. ქუჯი გვაერთიანებს. მოვიფანტოთ მამულში ნურც ვიმეს თავესესხები ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად ლექსები არც ვინმეს დასამაგლები ჩვენი სიტყვით წობილით რომ გახდეთ თითქოს თავიდან ერთმანეთისთვის შობილნი თან ვიყოთ ჩვენს არჩევანში თავისუფალ სრულებით გავუნაწილოთ ერთმანეთს ჩვენი სიხარულები არობს გული და ბუნება რასამური დარია ერთმანეთისკენ რომ გვიხმობს ეს ქუჯის ფესტივალია ფესტივალები ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად ლექსების ფესტივალები ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად ლექსების ჩვენი ოდიდან ეს კურთხეული მთაველი არ დაგჩეს ლექსის გარეშე მიწის არც ერთი მდგაველი გულში სიკეთით ნაშოვი ხმა შეწყობილი ჰანგებით მოფინოთ ჩვენი სამშობლო ლექსების ფესტივალები თავიღოთ ჩვენს არჩევანში თავისუფალი სრულებით გავუნაწილოთ ერთმანეთს ჩვენი სიხარულები ხარობს გული და ბუნება რასამური დარია ერთმანეთისკენ რომ გვიხმობს ეს ქუჯის ფესტივალია ხარობს გული და ბუნება რასამური დარია
ლექსები